30 ივნისი. 13 საათი და 16 წუთი. ავიაკომპანია აირზენას კუთვნილი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით მიფრინავს. 27 წუთში თვითმფრინავი უკვე ქუთაისშია და 9 საათში გეს მოსკოვისკენ იღებს. 30 ივნისზე მინდა გითხოთ ჩარტერი მოსკოვის მიმართულებით რომ გაფრინდა და უკან დაბრუნდა. ვის დაკვეთა იყო? გაფრენა იყო ჩვენიდან Georgian Airways-ით. ქუთაისის აეროპორტში გვიდასტურებენ, რომ ჩარტერული რეისი თბილისი-ქუთაისი მოსკოვის ფრენა მათი აეროპორტიდან შესრულდა. ფლაირადარის მონაცემებით ქართული ავიაკომპანიის 14 კაციანი ბიზნეს კლასის თვითმფრინავი რუსეთის დედაქალაქში ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში 15 საათსა და 23 წუთზე დაეშვა. რადარის ჩანაწერები დგინდება, რომ თვითმფრინავი მოსკოვში 6 საათით ჩერდება. საღამოს 21 საათსა და 48 წუთზე კი ისევ ქუთაისში მოფრინავს. აქ სავარაუდოდ მგზავრებს ტოვებს და 1 ივლისს გამთენიისას 2 საათსა და 6 წუთზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეშვება. შაბათის ეთერის ინფორმაციით ამ რეისით მოსკოვში ქართული ოცნების სახელით რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან მოლაპარაკებებზე ჩავიდნენ. ჩვენ ვარკვევდით, ვინ იყო საიდუმლო რეისის მგზავრი და ხომ არ იმყოფებოდა ბორტზე თავად ბიძინა ივანიშვილი. ვისი ჩარტერი იყო, ვინ ნიშდა ამ ჩარტერში? ვინ წავიდა მოსკოვში და უკან დაბრუნდა? თბილისიდან წავიდა, ქუთაისიდან წავიდა. და გადაამოწმეთ ამ ხელთანამდებობის პირი ხართ და ეხლა რას ნიშნავს? ინფორმაცია არ გაქვთ, ვინ დაფრინავს მოსკოვში, არ იცით? არა, მაქვს ინფორმაცია და როგორ გაგცეთ პასუხი? ქუთაისის აეროპორტში გვითხრეს, რომ არ იციან ვინ იმყოფებოდა სპეცრეისის ბორტზე, რომელიც საქართველოდან მოსკოვში 6 საათით ჩაფრინდა და იმავე დღეს უკან დაბრუნდა. ჩვენ გადავამოწმეთ 2025 წლის 30 ივნისს ორშაბათს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულებული ყველა ფრენა. ვნახეთ, რომელი კომპანიის რეისები შესრულდა იმ დღეს. ფლაირადარის მონაცემებში ცხადად ჩანს, რომ 30 ივნისს დილით ქუთაისის აეროპორტში არც ერთი ჩარტერული რეისი ან ბიზნეს კლასის თვითმფრინავი არ დაშვებულა. რაც გვაფიქრებინებდა, რომ ვიღაცამ მოსკოვში გასამგზავრებლად ეს აეროპორტი ტრანზიტული მიზნით გამოიყენა. მოსკოვში ბიზნეს კლასის თვითმფრინავით სპეცრეისის შესრულებამდე ქუთაისში მხოლოდ 2 ფრენა განხორციელდა. ორივე ეკონომ კლასის ავიაკომპანია ბიზიარმა შეასრულა. ერთი ლარნაკადან, მეორე კი კატოვიცადან. ბიზნეს ჯეტის მომსახურება 30,000 евро ღირს. შესაბამისად, ევროპიდან ეკონომ კლასის დაბალფასიანი ავიაკომპანიის რეისით ქუთაისში ჩასული მგზავრი თბილისიდან 30,000 ევროთ შეფასებულ ჩარტერულ რეისს ვერ გამოიძახებდა იმისთვის, რომ გზა მოსკოვისკენ გაეგრძელებინა. როდესაც მოდიან მაღალი რანგის სტუმრები, დარბაზიდან გადიან თუ სხვა რამე ალტერნატიული შესასვლელი არის? დარბაზიდან გადიან ჩვეულებრივ. მათ შორის ჩარტერის სტუმრებიც, ხო? ჩარტერის სტუმრები, კი. აქედან არის შესასვლელი? არა, დარბაზიდან გადის ყველა. ჩარტერის სტუმრებიც მათ შორის. ხშირად არის მოსკოვის მიმართულებით ჩარტერი, თუ იცი? მოსკოვის მიმართულებით ხშირია ჩარტერი, აქედან არა. არასდროს არ არის. ქუთაისის აეროპორტში გვეუბნებიან, რომ ვერ იხსენებენ მათი აეროპორტიდან სხვა შემთხვევას, როდესაც მოსკოვში ვინმე ბიზნეს კლასის ბომბარდირ 6000-ით გაფრენილიყო. ეს გარემოება ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს. ავიაკომპანია Georgian Airways-ის ბიზნეს კლასის თვითმფრინავები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული. ბორტის სერიული ნომრით 4 LGTG-ც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა. მგზავრები ქუთაისში ჩაისვა და მოსკოვში 6 საათით ჩაფრინდა. უკანა გზაზე ისევ ქუთაისში ბრუნდება. სავარაუდოდ იგივე მგზავრებს ტოვებს და თბილისისკენ მოფრინავს, სადაც მისი ბაზირების ადგილია. ფლაირადარის მონაცემებით ამ ბიზნეს კლასის თვითმფრინავს მომდევნო 1 კვირა რეისი აღარ შეუსრულებია. შემდეგი ფრენა 7 ივლისს ისევ მოსკოვში განახორციელა, თუმცა ამჯერად უკვე თბილისიდან 1 დღე გაჩერდა და მეორე დღეს უკან დაბრუნდა.
ჩვენთან არ შემოსულა და ჩვენ არ ვიცით ზუსტად ინფორმაციას არ ვფლობ და შიგნით თვითონ აეროპორტის ადმინისტრაცია არის, რომლებიც უფრო გარკვეულია. მაღალი რანგის სტუმარი შეგეხებოდათ? ყველა სტუმარი შემოდის ჩვენთან, როცა შემოსასვლელია. მეც ისე მითხრეს და ამიტომ იამეს ეკითხრათ? დიახ, უფროსი გახლავთ. ხო, რა უნდა თქვა? არ ფლობთ ინფორმაციას? ინფორმაციას არ ვფლობთ მაგ კონკრეტულზე და მაგიტო ადმინისტრაციასთან შეგიძლიათ გარკვიოთ. ბორტის სერიული ნომრით 4 LGTG, რომლითაც მოსკოვის მიმართულებით ქუთაისის აეროპორტიდან რეისი შესრულდა 14 კაციანი VIP კატეგორიის თვითმფრინავია, რომელსაც შეუძლია ტრანსკონტინენტალური ფრენების შესრულებაც. ეს თვითმფრინავი მხოლოდ კერძო შეკვეთებით დაფრინავს. მას ქირაობს საქართველოს მთავრობა, როდესაც ირაკლი კობახიძე ოფიციალურ ვიზიტებზე მიდის. ეს თვითმფრინავი არასრულებს რეგულარულ ავიარეისებს, სადაც ბილეთს იყიდი და გაფრინდები. სწორედ ამ თვითმფრინავზე მიუთითებდა გიორგი ბაჩიაშვილი, როდესაც მის გატაცებაზე საუბრობდა. თბილისი, ქუთაისი, მოსკოვი. თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ, ვინ იყო მგზავრი, თუ გაქვთ ინფორმაცია? არ ვიცი. ესეზე პირად კონკრეტულად ვერ გეტყვით, ვინ იყო მგზავრი. აი ზენამ არ შეგატყობინათ, როდესაც ფრენა დაუყვეთა, რომ ვინ მიფრინავდა ქვეყნიდან. მგზავრის ინფორმაცია ჩარტერულ რეიზზე არ არის სავალდებულო, რომ კომპანიამ მოგვაწოდა თუ ჩვენ არ გვექნება კონკრეტული ინტერესი კონკრეტულ ფრენასთან მიმართებაში. მოკლევადიანი ფრენაა, გრძელვადიანი ფრენა არ არის. რა საჭიროება შეიძლება დადგომოდა ჩარტერულ რეისზე, ბორტს რომ ისევ ქუთაისში შესულიყო? არ ვიცი. ალბათ მგზავრი უნდა ჩამოესვა, ხო? დიდი ალბათობით. ვინ იყო მგზავრი, რომელიც 30 ივნის დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა და თვითმფრინავმა ჩააკითხა. მოსკოვში 6 საათით ჩაიყვანა და შემდეგ უკან დააბრუნა. შაბათის ეთერი ინფორმირებული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციას, რომ ეს იყო ფრენა, სადაც რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან საიდუმლო შეხვედრაზე ჩავიდნენ ყველა უწყებაში ამოწმებს. ავიაკომპანია Georgian Airways-მა მოსკოვში ჩარტერული რეისის შესრულების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისგან მიიღო. ამიტომ ახლა ამ უწყებაში ვცდილობთ მგზავრების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. მოსკოვის მიმართულებით ამ ჩარტერის რეისზე, ამ ბორტზე, ბიძინა ივანიშვილი ჭდა 30 ივნის. აი პირდაპირ გეუბნებით, რომ წარმოდგენა არ მაქვს საერთოდ რომ ეგ რეისი შესრულდა, იმდენად უმნიშვნელოა ჩემთვის აღნიშნული რეისი შესრულება. ვის ექნება წარმოდგენა ეს რეისი რომ შესრულდა? სამოქალაქო ავიაციის აგენტო გეტყვით რომ რეისი შესრულდა თუ არა, თქვენ მეუბნებით რომ შესრულდა. მე შემიძლია ამოვიღო მონაცემები და გითხრათ რომ რეისი შესრულდა, მაგრამ იჯდა თუ არა პიროვნება, ვისაც თქვენ მეუბნებით, ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არ მექნება ინფორმაცია. ეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორია. გივი დავითაშვილს ვკითხეთ, რამდენად ხშირად ითხოვენ ქუთაისიდან ჩარტერულ ფრენას მოსკოვში. აღმოჩნდა, რომ ასეთ ფაქტს ვერც თავად სააგენტოს ხელმძღვანელი იხსენებს და 30 ივნისის ფრენა, რამაც ჩვენი ყურადღება მიიქცია, იშვიათი გამონაკლისი იყო. შესაძლოა შესრულებულა არა, ასე კონკრეტულად არ მახსოვს. ბათუმიდან შესრულებულა მახსოვს. მე გეკითხებით, ქუთაისის აეროპორტიდან ჩარტერით მოსკოვში გაფრენდნენ თუ არ გაფრენდნენ? ვინ? ადამიანები, რა ვიცი, ვინ? არ მახსოვს კონკრეტულად. ქუთაისიდან არ მახსოვს. ამის შემდეგ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია დაგვპირდა, რომ ბორტზე მყოფი მგზავრების შესახებ ინფორმაციას მოიძიებდა და მოგვაწვდიდა. ინტერვიუდან მეორე დღეს ჩვენ უწყებისგან წერილი მივიღეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში ჩარტერული რეისით არ გაფრენილა, მაგრამ ვინ იყო ბორტზე? ამ კითხვაზე სააგენტოს პასუხი არ გაუწია. ბატონო აზარ, ბოლოს როდის დატოვა ივანიშვილმა ქვეყანა? ანუ ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა ეს პასუხი მე როც ვიცოდე გაგცემთ და ხომ იცით როდის დატოვა ბოლოს ქვეყანა? რომც ვიცოდე გაგცემთ. ანუ ნახეთ, უნდა გავუწევათ რომ სპეცსამსახურის თანამშრომელი ვარ და რა თქმა უნდა როდესაც როც ყოფილიყო ესეთი რაღაცა ამ იმას მე საიდუმლოდ შევინახავ და თქვენ გეცოთ იცით ეს ამბავი. გაგეცით პასუხი უკვე. რომ ვერ მეთქვით რადგან სპეცსამსახურის თანამშრომელი ხარ? ხელობა ძალიან სურს თქვენთან და აბგე და ყველაფერი დავქვა.
შაბათის ეთერის ინფორმაციით, ბომბარდირ გლობალ 6000, რომელიც 30 ივნისს ქუთაისიდან მოსკოვში გაფრინდა, ნუკოვოს აეროპორტში დაჯდა. წყარო შაბათის ეთერს უყვება, რომ ქუთაისიდან მოსკოვში ჩაყვანილი მგზავრები რუსეთის მთავრობის ადმინისტრაციაში პირდაპირ აეროპორტიდან წაიყვანეს. ამ ფრენის შესახებ თქვენ ახლა პირველად გესმის. ეს ფრენები, ეს ფრენად მე ძალიან ხო ხედავთ არც გარკვეული ძალიან უხერხული სიტუაცია მეუბნებით სამსახურის წარმომადგენლს რომ გათქვით გარკვეული ინფორმაცია. ხომ აქვს ამის უფლება რომ გეუბნებით რომ არა ამ ინფორმაციის შესახებ არც ვილაპარაკებ. როგორც ვიცოდე მაინც არ გეკარგებოთ არაფერს. ანზორ ჩუბინიძე ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის სანდო კაცია. ის ერთადერთია, ვინც ივანიშვილის ახლო გარემოცვიდან პოსტი შეინარჩუნა და ივანიშვილი მას პირად უსაფრთხოებას ანდობს. შაბათის ეთერის ინფორმაციით ახლაც მის უსაფრთხო გადაადგილებაზე კვლავ ანზორ ჩუბინიძეს რონავს. ამიტომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ვკითხეთ, უზრუნველყო თუ არა მოსკოვში ივანიშვილის ფრენის უსაფრთხოება. ნახეთ, რას გეკითხები? თბილისი, ქუთაისი, მოსკოვი, ეს ფრენა ჩემგან გაიგეთ? გაგეცით პასუხი. ივანიშვილის უსაფრთხოება თქვენ არ უზრუნველყავით, ბატონო ანზორ? ნახეთ უყურეთ, მაინც იგივეს მეკითხებით. როგორც ვიცოდე, პასუხს მაინც არ გაგცემთ. ხო, მისაღებია თქვენც ეს პასუხი. ეს პასუხი ჩემთვის მე მიჩენს განცდას, რომ სწორედ ფლობთ ინფორმაციას ამ ფრენის შესახებ, ამ ფრენის შესახებ, რომელზეც ახლა მე გესაუბრებით. როგორიც გინდა. საიდუმლო ფრენას საქართველოსთან რუსეთის მიმართულებით ავიაკომპანია Airzen Georgian Airways-ის ბიზნეს კლასის თვითმფრინავით შესრულდა, თუმცა ავიაკომპანიის დირექტორი როგორც კი ფრენის დამკვეთისა და გზავრების შესახებ ვეკითხებით ჩხუბს იწყებს. ბატონო რობერტ, თქვენთან გვაქვს კითხვა 30 ივნისს განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით თბილისი, ქუთაისი, მოსკოვი. გვაინტერესებს, ვინ იყო ამ ბიზნეს ჯეტის მგზავრი? ვინ მოხდა ჩემ ტელეფონზე საერთოდ და თუ შეიძლება ეგ ინფორმაცია არის საიდუმლო. თუ გინდათ რა ინფორმაციის გაგება, საგენდოში დარეკა და მეტი ინფორმაცია მაგათაა. გზავრების შესახებ ინფორმაციას ავიაციის სააგენტოს მიაწოდეთ? მაინტერესებს, გზავრებს შორის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების წევრები იყვნენ? მე ორამ აკუთვნილ ჟურნალისტებს უპასუხო, მაგიტომ არ ჩემ თანამდებობაში არ წერია ეს და მე მოდიშით ვერ გიპასუხო. ფლაირადარის მონაცემებით 30 ივნისს, მაშინ როდესაც მოსკოვის მიმართულებით საიდუმლო რეისი შესრულდა, ფრენა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის ვერტფრენსაც. რადარის ჩანაწერებში არ ჩანს, რა მარშრუტით იფრინა ოლიგარქის ჰელიკოპტერმა. ახლა ჩვენ ვარკვევთ, ხომ არ ჩაიყვანეს ოლიგარქი ივანიშვილი ჭორვილასან შეკვეთილის რეზიდენციიდან ქუთაისის აეროპორტში, რომ სპეცრეისით მოსკოვში საიდუმლო შეხვედრაზე გაფრენილიყო. 30 ივნისს შესრულდა ფრენა ფლაირადარის ჩანაწერების მიხედვით. გვაინტერესებს, ივანიშვილმა იფრინა თუ ეს იყო კომერციული ფრენა? უგაცრავად ასეთ პირად ინფორმაციის გაცემაც არ შეიძლება და ისე ჩვენ ფრენებს ეხმარებოს, რომ სავარჯიშო ფრენა იქნებოდა. რადარის ჩანაწერები არის გათიშული. არ ჩანს სად გაფრინდა, რატომ თიშავთ ამ მონაცემებს? შეკითხვებს სვავთ, რომელზეც პასუხის გაცემა არ შეიძლება, ეს პირად ინფორმაციები და ბოდიში მოგიხსნა. ასე თიშავთ ხომ რადარის ჩანაწერებს სავარჯიშო ფრენისთვის? სავარჯიშოებს ეს შეიძლება დაიჭირა. თქვენ საერთოდ რაში გაინტერესებთ, თქვათ ვიღადარმა დაიჭირა, არ დაიჭირა, ესე იგი რაღაც სხვა მიზეზი გაქვს. შეგიძლიათ გადაგვიმით მოწმოთ 30 ივნისს ივანიშვილი იჯდა თუ არა ვერტფრენში, რომელმაც ფრენა შეასრულა და რომლის რადარის ჩანაწერებიც გაგცეთ პირად რაღაცეებზე პასუხი. ის რომ ქართული ოცნება რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობას წლები აინარჩუნებს, ამის შესახებ ივანიშვილის პარტია სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ამხილა. სოსო გოგაშვილმა 2022 წელს შაბათის ეთერისთვის მიცემულ ინტერვიუში საათებით, დღეებით და ადგილებით ისაუბრა, როგორ მიდიოდა სუსის მაშინდელ ხელმძღვანელსა და რუსულ FSB-ს შორის კონსპირაციული შეხვედრები. მაშინ საქმეში Airzen-ას თვითმფრინავით შესრულებული სპეცრეისები ფიგურირებდა. შინაგან საქმეთა მოქმედ მინისტრს ვკითხეთ, ვინ ჩავიდა მოსკოვში 6 საათიანი საიდუმლო ვიზიტით. კითხვები გვაქვს თქვენთან. მაინტერესებს, ვინ არის ახლა თქვენი სამთავრობო გუნდის ქართული ოცნების მაკავშირებელი რგოლი რუსეთთან? ბატონო გელა, რომ მიპასუხოთ? ბატონო გელა. 15 წუთიანი ღონისძიებისთვის ამხელა მობილიზება.
ბატონო გელა, არ გესმით რო გელაპარაკებით? მართლა მაინტერესებს. არა, ერთი და იგივე კითხვას გისურვებთ. ინფორმაცია გაქვთ, როდის დატოვა? როდის დატოვა ივანიშვილმა? როდის დატოვა ივანიშვილმა ქვეყანა? შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე დაცვის სამსახურის დახმარებით ივანიშვილის ხსენებისთანავე გაიქცა. კითხვები უპასუხოდ დატოვა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ქალბატონო მაკა, იცით რა მაინტერესებს? რუსეთში თქვენი შუამავალი ვინ არის? ქალბატონო მაკა, მიპასუხეთ რუსეთთან თქვენი შუამავალი ვინ არის? 30 ივნისს ვინ გაფრინდა მოსკოვში? ქალბატონო მაკა, ვინ არის ქართული ოცნების შუამავალი რუსეთთან? რა საკითხებთან დაკავშირებით აგრძელებთ მოლაპარაკებებს რუსეთთან? დიახ, თუ იცით ინფორმაცია თუ გაქვთ, ხელი გამიჩუ გეხვეწები რა. ინფორმაცია გაქვთ ბოლოს როდის დატოვა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა? 30 ივნისს. ბატონო პატა, კარგით, სირცხვილია რა. მართლა სირცხვილია. გეყო და გაჩერდით და იქნებ გაგაგებინოთ, რა ვიცი ახლა. ივანიშვილის მოგზაურობაზე მეკითხებით. არა, მოსკოვთან ურთიერთობებზე გეკითხებით ქართული ოცნების პირველ რიგში. ამ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში შაბათის ეთერის გუნდი დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას ცდილობს, რომელზეც ახალ საგამოძიებო რეპორტაჟში მოგიყვებით.